გიორგი კაკაბაძემ შვიდობით დაგვიბრუნდა ჯანმრთელია და გადაურჩა ამერიკული ფეხბურთის მონაწილეებს. ჩვენ პრინციპში უკვე გავიგეთ სიუჟეტიდან რა გასხვავება რაგბის და ამერიკულ ფეხბურთს შორის. ეხლა უკვე უნდა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით. თქვენ რა სპორტის სახეობებსაც წარმოადგენთ? ჩვენი სტუმრები არიან რევაზ შალვაძე, ბეისბოლის და სოფტბოლის ფედერაციის გენერალური მდივანი, ალექსანდრა ვაშაკიძე, ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი და ალექსი ედიშერაშვილი, მფრინავი დისკის, იგივე ფრიზბის ფედერაციის პრეზიდენტი. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დავიწყოთ პირველი იმით, რატომ გადაწყვიტეთ ამ სპორტის პოპულარიზება საქართველოში? ყველასთან არის ეს კითხვა. ქრონოლოგიურად დავიწყოთ. მე ვიცი რომ ჰოკეი ყველაზე ძველია საქართველოში და სიტყველის ჰოკეის ცოტა დიდხნის ისტორია აქვს საქართველოში. კერძოდ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან 60-იან და 80-იან წლებში იყო მცდელობა სპორტის ამ სახეობის განვითარების, თუმცა როგორც გადმოცემით ვიცით წინაპრებისგან სამწუხაროდ წარმატებული არ აღმოჩნდა. ამას სავარაუდოდ ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტიც, იმიტომ რომ ჰოკეი საბჭოთა კავშირში აიქმნებოდა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვან სპორტის სახეობად, გახსოვთ ალბათ კანადა საბჭოთა კავშირის სერია და ალბათ თეორიულ დონეზეც ვერ დაუშვებდნენ, რომ ქართულ გუნდს შეძლებოდა, ვთქვათ, რუსული გუნდისთვის გამარჯვების მიღწევა. ნუ თბილისის დინამო ფეხბურთში გახსოვთ, ეს პრინციპ საქართველოს ნაკრები იყო და თითოეული ეს გამარჯვება წაიქმნებოდა განსაკუთრებულ მიღწევად ქართული. ზოგადად წარმოუდგენელი იყო სხვა გუნდის გამარჯვება, მე მგონი საბჭოთა კავშირში. ალბათ და ნუ ჰოკეიში ხო საერთოდ თეორიულადაც კი ვერ დაუშვებდნენ. იმ მცირე პერიოდშიც მაშინ პირველი მერცხალი არსებობდა ბაკურიანის გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სპარტაკიადაზე საბჭოთა კავშირის. გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მოუგო მეზობელ სომხეთის გუნდს და თუ არ ვცდები ყაზახეთის გუნდს და აი მალევე დაშალეს, იმიტომ რომ არ ვთქვათ სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით ყინულის ჰოკეი ძალიან სპეციფიურია ორი რამის გამო. ერთი ის რომ სანამ თამაშს ისწავლი, პირველ რიგში სრიალი სწავლა საჭირო, ესეთი არის წყალბურთი, რომელსაც ჯერ ცურვა უნდა ისწავლო და მე წყალბურთის თამაში და კიდე ერთ სახეობა, ზუსტად აღარ მახსოვს და მეორე რომ ჭირდება სპეციფიური ინფრასტრუქტურა, ანუ ყინულის მოედანი, რომელიც საქართველოს სამწუხაროდ ბუნებრივ პირობებში მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება და ისიც ძალიან ხანმოკლე ვადით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 2004 წელს მოკლედ ჩამოყალიბდა ფედერაცია. მაშინ ამ ფედერაციას სათავეში ჩაუდგა დენის დავიდოვი და ლაშა ცაგარეიშვილი, ესენი იყვნენ იმ 80-იანი წლების მცდელობის, ასე ვთქვათ, თაობა. და სამწუხარო ისტორია გვაქვს 2009 წელს გავხდით მსოფლიო ფედერაციის წევრები და პირველ კონგრესზე, როდესაც დენის და ლაშა მიემგზავრებოდნენ, ლაშის მეუღლესთან ერთად მონგოლ ავტოკატასტროფაში მოყვნენ და მათ შორის სომხეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, მის მეუღლე და შვილი, მოკლედ 6 ადამიანი დაიღუპა ამ ავტოკატასტროფაში და ჩვენ ვინც დავრჩით, მოკლედ თავისუფლებულად ჩავთვალეთ, რომ ის ოცნება რაც ჰქონდა დენის და ლაშას, შექმნილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრები და მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს ოცნება აუსრულეთ და ძალიან გვიხარია, რომ მათი წვალება და ის ცდელობა უკვალოდ არ გაქრა. მართლაც მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია. თქვენ შემთხვევაში როგორ ჩამოყალიბდა ეს ფედერაცია? ბეისბოლი საქართველოში და სხვადასხვა საბჭოთა კავშირში პირველად 86 წელს გამოჩნდა. ძალიან საინტერესოა, რომ ამის ფუძემდებელი ქართველი გელა ჩიხრაძე იყო, რომელმაც თუ არ ვცდები ქალაქ ყაზანში ყოფნისას ნახა იქ კუბელი სტუდენტები, კუბაში ალბათ მოგეხსენებათ, რომ ბეისბოლი ძალიან პოპულარული ნომერი 1 სპორტია. და შემდეგ ძალიან დაინტერესდა, სპეციალურად ამისთვის კუბაში მოგზაურა, როგორც მაშინ შესაძლებელი იყო, როგორც ტურისტმა, ესპანურის ისწავლა, როგორც ვიცი, წესები ჩამოიტანა, თარგმნა და აი 86 წლიდან მოყოლებული და პირველი კლუბი საბჭოთა კავშირში ივერია იყო ქართული, აი კლუბის სტრუქტურა, რასაც ჰქონდა ჩამოყალიბებული. შემდეგ შეიქმნა საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომლის ვახსენეთ დიდი ძმის ფაქტორი და გელა იყო, ასე ვთქვათ, ასისტენტი მწვრთნელი, იმიტომ რომ მთავარი მცველი მაინც რუსი იყო, ტურნე ჰქონდათ ამერიკაში 88 და შემდეგ 99 წლებში, სადაც ძირითადი ბირთვი ქართველი ბეისბოლისტებისგან შედგებოდა. შემდეგ იყო კეთილნების თამაშები სიეტლში, სადაც ასევე ქართველი ძალიან რამდენიმე მოთამაშე იყო და შემდეგ იყო დამოუკიდებლობის პერიოდი. და ძალიან დიდი დახმარება იყო თავიდან ამერიკელებიდან, კერძოდ ქალაქ ატლანტიდან, იმიტომ რომ დაძმობილებული ქალაქები იყო, აღჭურვილობა, ჰოკეის მსგავსად ბეისბოლის ძალიან ძვირი სპორტია.
ერთი ბიტა ასე ვთქვათ $200-ზე მეტი იღის ბურთები და ანუ ერთი გუნდის აღჭურვა ჯდება $1000. და ძალიან დიდი დახმარება იყო. მე მაშინ თამაშობდი როგორც მოთამაშე 90-იან წლებში. მოგეხსენებათ 90-იან წლებში რა ხდებოდა და აღჭურვილობა უფრო მეტი გქონდა მაშინ, ვიდრე გვაქვს ახლა, იმიტომ რომ ეს კონტაქტები ცოტა შესუსტდა. და აი ამ მაინც გეოგრაფია ისე ვერ განვითარდა სამწუხაროდ. ძირთად მოიცავდა თბილის, ბათუმს და ქუთაისს. მაგრამ გვაქვს წარმატებებიც, მაგალითად 2005 და 2007 წლებში 16 წლამდე ასაკის საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ევროპის, ესე იგი ახლო აღმოსავლეთ და აზიის, ასე ვთქვათ, ზონის პირველობა და წარადგენდა ევროპას 2005 და 2007 წლებში ამერიკაში გამართულ რეგიონთა პირველობას, სადაც ევროპა, სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და ასე შემდეგ მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ფრიზბის. ძირი ნამდვილად არ ჯდება ეს სპორტის სახე. ნამდვილად არ ჯდება. და უფრო მოკლე ისტორია აქვს ალბათ, ხო? დიახ, ანუ ცნობილი ეს სპორტის სახეობა ამერიკული არის. 40-იან წლებში შეიქმნა ამერიკაში ეს სპორტის სახეობა ცნობილი მოვლენების გამო, ანუ ფრინავი თეფშები ეს თუმცა ანუ კავშირი მართლა აქვს ესე. მართლა კი, მართლა ეგრე იყო, მაშინ ფრინავი თეფში ერქვა, მაგრამ ამას თეფს ვერ დაუძახებთ, ეს არის დისკი, ანუ ფრიზბი, ეგრე ქვია. რაც შეეხება საქართველოს 4 წელი, მე-4 წელი ხდება ახლა უკვე რაც დაფუძნდა საქართველოში ეს სპორტი, ჩვენი მიღწევები თქვენგან გამოკლებით, ანუ მარტო საქართველოში გვაქვს და უკვე 24 გუნდი არის საჯარო სკოლებში, 6 გოგონების და დანარჩენი ბიჭების. ჩემპიონატებს ვატარებთ ხოლმე როგორც ყველა სპორტის სახეობა. საქართველოს მასშტაბით. დიახ, საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით და უკვე წელს იგეგმება უკრაინაში გასვლა. ძალიან მაგარი. ამზადფულს მივდივართ, აუცილებლად მიწვევა გვაქვს. ბატონო ალექსანდრე, როგორ ახდენთ ახალი ტალანტების მოძიებას და საერთოდ როგორ მოდიან თქვენთან? აი ამას სპეციალური რაღაცა კამპანიას აწყობთ, ეძებთ სკოლებში, როგორც თქვა ფრიზბის შემთხვევაში თუ როგორ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ მქონდა ბედნიერი პერიოდი, როდესაც თბილისში სპორტის სასახლის გვერდით იყო გასაბერი ყინულის მოედანი და თბილისზე რატო ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ ადამიანური რესურსი, ვინც ჰოკეი იცის, მწვრთნელები და შემდეგ თბილისში არიან მობილიზებულები. ძალიან ვთქვათ უცნაურად იწყებოდა ხოლმე ბავშვების და ჰოკეის ვთქვათ კონტაქტი. ძირითადად მოდიოდნენ ექიმების რეკომენდაციით, ვისაც ვთქვათ რაღაც ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, ასთმა, ყინულისთვის. ყინულზე დააყენეთ, ხო, ყინულზე დააყენეთ რაღაც და პირველივე შეხება, ვთქვათ, ჰოკი ჯოხთან, მალევე იწამლებოდნენ ხოლმე და ძალიან დიდი მოცულობით ბავშვი ყავდა, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ ჰოკეი ეთამაშა, თუმცა სამწუხაროდ საკმაოდ შეზღუდული საათები ჰქონდა და 2009 წელს საერთოდ ვთქვათ დავიმშვიდობეთ ყინულის მოედანს თბილისში. სამაგიეროდ გაიხსნა რეგიონებში რამოდენიმე ყინულის მოედანი, ზოგი სტანდარტული, ზოგი სტანდარტთან დაახლოებული, ზოგი ძალიან სასაცილო, ზოგი ასე შემდეგ. ერთი სტანდარტული ყინულის მოედანი გვაქვს? ბათუმში არის მოედანი, რასაც ქვია სტანდარტული, თუმცა ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩვენ რო გქონდეს ერთი სტანდარტული, თქო საერთაშორისო სტანდარტების მქონე ყინულის მოედანი, მსოფლიო ჩემპიონატის იმ ეტაპს, რომ ეტაპზე საქართველოს ნაკრები იქნებოდა, იმ დივიზიონს საქართველოში ჩავატარებდით მეორე წელსვე, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე მოკლებულები ვართ. ბუნებრივი რესურსების გამოყენება არ ხდება, თქვა გუდაურში ან ბაკურიანში ხდება, ბაკურიანში ძალიან სასაცილო სიტუაციაა ხოლმე, ჩვენ როცა საქართველოს ჩემპიონატს ვატარებთ, ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ პოპულარიზაციისთვის, როგორც ბათუმი, ასევე ბაკურიანი და ბაკურიანის თამაშები ყოველთვის რისკის დევს ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება მზემ დააწყუნოს შუა დღეს და დაგვიტანეს ყინულის მოედანი. ამიტომ ძალიან არასტაბილურია ბათუმი, ესე ბაკურიანი მხოლოდ 2 თვე თუ შეიძლება თქვა რეალურად სრულფასოვნად ვარჯიში. ქუთაისში ძარი ყინულის მოედანი, არასტანდარტული ზომის, ნამდვილი ყინულის მოედანი, არა თეორიული. არა თეორიული, ხო, მთელი ცხოვრება დავცინოდი ხოლმე ქუთაის წყალში. ცურვას რო ასწავლდნენ აუზის გარეშე, მართლაც ყინული არის. დღეისათვის 250 ბიჭი ვარჯიშობს ქუთაისში და 40 გოგონა ჰოკეიში და საკმაოდ ეს თქვა სერიოზული ციფრაა. კარგად მომზადებულები არიან. თბილისშიც მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ყინული არ გვაქვს, ზოგადად ყინულის ჰოკეის სპეციფიკა და საერთოდ ყინული მთელ მსოფლიოში ძვირია და ამიტომ ვარჯიშების 60-70% ყინულს გარეშე ხდება.
ვინარჩუნებთ მაინც თბილისის ბირთვს, თბილისის დაახლოებით სადაც ახლა ამ ეტაპზე ეს აქტიურად ჩართული ჰოკეისტი სადაც 50-60 ადამიანია, ბათუმში სექტემბრიდან უკვე გაიხსნა, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩრნელის ჩამოსვლას ველოდებით საზღვარგარეთიდან და უფრო აქტიურად ამოქმედებით და რა ვიცი, ნახოთ, ნუ ბაკურიანი ტრადიციულად ვთქვათ, ბეისბოლს რასაკვირველია სპეციალიზირებული მოედანი სჭირდება, თქვენ შემთხვევაში როგორ იქცევით? ჩვენ შემთხვევაში ბეისბოლის როგორც ასეთი მოედანი არ გვაქვს სტანდარტული. ჩვენ ვიყენებთ ძირითადად საფეხბურთო მოედნებს, რაც კი მაგალითად სიუჟეტში მოედანი ვნახეთ, სპორტის სამინისტროს გვერდით მდებარე, ისტორიულად ამ მოედანს ვიყენებდით, ასევე იპოდრომი, სხვადასხვა საფეხბურთო მოედნები. არის softball-ის მოედანი, რომელიც ზომით უფრო პატარაა გოგოებისთვის. ჩვენ თანამშრომლობთ ორ სკოლასთან, სადაც ბეისბოლი და softball-ი ასე ვთქვათ პროგრამაშია შეტანილი. ეს არის 153 და 92 სკოლები ვაზის უბანსა და თემქაზე. და მათთან არსებული სტადიონები საკმაოდ კარგი სივრცე აქვთ. აქტიურად ვიყენებთ ამ მოედნებს, მაგრამ ბეისბოლის სათამაშოდ არც ერთი არ კმარა. ჩვენ სანამ შემოვიდოდით ეთერში, ბევრი ისტორია გვაქვს, რომ მაგალითად თამაშის დროს ბურთი გადავარდნილა, მანქანის საქარე მინას დასცემია და შესაბამისად ანაზღაურება ჩვენ მოკლედ ძალიან ძვირიანი სპორტია. ფანჯარაში შევარდნილა იგივე თემქაზე მეზობელთან და შეიძლება ახლა სასწორ ჟღერს, მაგრამ საკმაოდ საშიშია ესეთი პრეცედენტი როცა ხდება, იმიტომ რომ ბურთიდან საკმაოდ ძლიერ დარტყმული ტრაექტორი თუნდაც მიდის, შეიძლება ვინმე სერიოზულად დააზიანოს. ასე რომ ეს დიდი პრობლემაა ჩვენთვის მოედნების არ ქონა. ასე ვთქვათ, მოხეტიალე ცხოვრების წესეწეო და ისტორიულად ბეისბოლი ხან რომელ მოედანს რაგბისტებთან ვიყოფთით, ხანავად ხან კარგად ორი ვარიანტი იყო ხოლმე ფეხბურთელებთან. მაგრამ სპორტი არსებობს, აი სკოლები ვახსენე, ასევე ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ რეგიონებში არის ესეთი Peace Corps, ანუ მშვიდობის კორპუსი, ამერიკელი მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა სკოლებში ასწავლიან და ყავს ძალიან რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ფანატიკურად შეყვარებული, რომლებიც არის მაგალითად ზეგ, მაგალითად თამაში გვაქვს თერჯოლის რაიონის სოფელი ძევრი, სადაც გუნდი ჩამოყალიბდა Peace Corps-ის მოხალისეების მეშვეობით და თბილისის ნაკრები მიემგზავრება ზეგ ძევრში, სადაც ეს ამხანაგური მატჩი შედგება ბათუმში, თელავში. ბევრ გახდება იგივე. ბატონო ალექს, სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებისთვის აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა. კიდევ რა მხარდაჭერა არის თქვენთვის საჭირო და საერთოდ როგორ არსებობთ? აი, ვინ გეხმარებათ, დონორები ყავთ თუ არა? კი ბატონო, დღემდე საკუთარი ძალებით ხდებოდა. ჩვენით მოვედით დღევანდელ დღემდე, ხოლო დღეს უკვე დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში მოუხადო ქალაქის მერიას, სპორტის სამსახურს, ასევე საკრებულოს სპორტის კომისიას და მის თავმჯდომარეს დაფინანსება ჩაგვისვეს. თავიდან როცა სამი გუნდი ვიყავით, იმ სამ გუნდს მოვული როგორღაც, ანუ არ არის პრობლემა, მაგრამ დღეს უკვე ინვენტარის თანხა ჩაგვისვეს და მართლა უღრმესი მადლობა. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რეგბის ფედერაციას მოუხადო მადლობა და რატო? 4 წლის მანძილზე ისინი გვითმობდნენ მოედნებს. ანუ არ თანხა, არც არაფერი უსასყიდლოდ გვათამაშებდნენ. იყო შემთხვევა, ეხლაც იყო შემთხვევა ამ წუთას გოგონების გუნდიდან შეჯერებული იყვნენ ერთმანეთს და არმაზის დირექტორმა დაგვითმო თავიანთი მოედანი, ვაზის უბანში არის ეს, ვარჯიში ჰქონდათ ჩაშალეს. ვემუდარებოდი მე ვკითხოთ, ჩვენ თავისუფალი ფანჯარა გამოგვიყავით და ჩვენ ვითამაშეთ, არა, დაგვითმეს. ნამდვილად კაი ხალხი არიან და ნამდვილად იმსახურებენ წარმატებებსაც და მოსახლეობის ხარდაჭერასაც და პირადად ჩემი ფედერაციის სახელით მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ ხალხს. რამდენი სპორტსმენი ყავთ ახლა გაერთიანებული? 280 სპორტსმენი ზუსტად დავთვალე გუშინ წინ სამინისტროს მივაწოდე. რეგიონებშიც არიან? დიახ, ზუგდიდი, ბათუმი, ჩაქვი, გობულეთი, გურჯაანში, ჯერჯერობით ქართლი და იმერეთი შემოვინახეთ ბოლოსთვის. წელს დავიწყებთ მათ მუშაობას. ბავშვებისთვის რატომ არის თქვენი სპორტის სახეობა? აი ვთქვათ ბეისბოლით დავიწყოთ, იმიტომ რომ ბეისბოლი მაინც უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ წესები არის ყოველთვის საკამათო თემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ბეისბოლი არ არის ტრადიციული სპორტი. ანუ ჯერ უნდა გავერკვიოთ წესებში. მე მაქვს ხოლმე ეს გამოცდილება საკმაოდ ოჯახის წევრები, მეგობრები, ასე ვთქვათ, გარკვეული სტრატეგიული წერით ბეისბოლის სწავლა ძალიან რთულია. მაგრამ რაც შეეხება ბავშვებს თუ რატომ, ეს ძალიან ლოგიკური სპორტია და ძალიან აზროვნებას მოითხოვს. სხვა იმდენი კომბინაცია არსებობს
თამაშის დროს რაც შეიძლება მწვრთნელმა თქვათ გათვალოს ან თვითონ მოთამაშემ. არის ძალიან ლოგიკური სპორტია, მოითხოვს მათემატიკურ აზროვნებას, ზოგადად აზროვნებას მოითხოვს და რა ვიცი ხა ჩემი მხრივ სუბიექტური შეფასება გამოვალ ყოფილი ბეისბოლის ფედერაციის გემდივანი, მაგრამ ზოგადად ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს და ძალიან გუნდური სპორტია. არ არის ისეთი, მე ვფიქრობ, რომ ერთი მინუსი აქვს, რომ ძალიან ძვირი სიამოვნება, გარდა ამისა, ნებისმიერ ასპექტში ვთვლი, რომ ბავშვის მოზარდის განვითარებაში ძალიან დადებით როლს თამაშობს სპორტი. ჰოკეიზე გარდა იმისა, რომ მაგალითად კარგია ბავშვისთვის ყინულზე და რო წაიყვან, ეს გარკვეული სტერეოტიპის გარდა, ხო, მეც დავამატებ, რომ სპორტის ესახეობა ძალიან ბევრისთვის მართლაც ეგზოტიკურად ითვლება საქართველოში ჰოკეი და ჩვენ და სატკინული, თუმცა ძალიან კარგად ზის ქართულ ხასიათში, კერძოდ ჰოკეის აქვს ყველაფერი, რაც ქართველებს მოგწონს, ეს არის თქვათ, პირველი ყოველთვის არის გუნდური თამაში, თქვათ კომბინაციურობა, სისწრაფე ძალიან დინამიურია. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტურია, ტრამვების რაოდენობა, თუ ვთქვათ, ავიღებთ იგივე ამერიკის შეერთებული შტატების სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკას, გაცილებით ნაკლებია ყინულის ჰოკეიში, ვიდრე მაგალითად ჩოგბურთში, იმიტომ რომ ეს დამცავი აღჭურვილობა საკმაოდ კარგად იცავს და ყოველწლიურად ხდება გაუმჯობესება ამ აღჭურვილობის იმით, რომ ტრამვების რაოდენობა შემცირდეს. საყურებლათაც, თქვათ, როგორც მაყურებელს, ქართველებს როგორც წესი ტელევიზორში უყურებთ ხოლმე, ხო, ჰოკეის და ტელევიზორში ნანახი ძალიან განსხვავდება რეალურად ცოცხლად ნანახისგან, იმიტომ რომ ადრენალინის, თქვათ, მოჭარბებულ რაოდენობას გრძნობთ, როდესაც ამას უყურებთ. და პრინციპში როგორც თავში ვახსენე ძალიან ზის ქართულ ხასიათში მე თვითონაც როდესაც ვთამაშობდი და ვიცმევდი ამ აღჭურვილობას აი განცდა მქონდა რომ აბჯარს ვისხავ და ეს ჰოკი ჯოხი მოკლედ ხმალი იყო და გავდიოდი საომრად მოედანზე და ყველა ის თვისება რაც თქვათ ბავშვებს ჭირდებათ რომ თქვათ მათი თქვათ არა მარტო ფიზიოლოგიურად არამედ თქვათ გონებრივად და თქვათ სხვა ღირებულებებით განვითარდნენ რატომაც არა ნამდვილად აქვს ყინულის ჰოკეის იმ ადამიანებს, ვისაც დააინტერესდათ და მოუნდათ აი ამ სპორტის სახეობებში ჩართვა, როგორ შეიძლება დაგიკავშირდეს, სად არის რაღაც გარკვეული წრეები არსებობს თუ არა, სად უნდა მოვიდეს ბავშვი, რომ დაიწყოს და დაინტერესდეს ამ სპორტით. აი ფრიზბი მაგალითად გვერდი გააქვთ ან სკოლებში პირდაპირ. აი მე საინფორმაციო. GFDF. ასე უნდა დავიმახსოვროთ. Flying Disc Federation. გასაგები. ანუ ყველა ქვეყანას ეცვლება ანუ წინაზე და აჰა, გასაგებია. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ორი სკოლა უკვე ვახსენე, თემკასა და ვაზის უბანში 92 და 153 სკოლები, სადაც პროგრამად არის შეტანილი ბეისბოლი და სოფტბოლი. შემდეგ არსებობს ფუნქციონირებს წრე დიღომში, ასევე დიღომში გვაქვს კლუბი და საბურთალოზე, ნუცუბიძის პლატოზე, უფრო დავაკონკრეტოთ. ეს არის 4 ძირითადი კერა, რაც ახლა ფუნქციონირებს. რა ასაკიდან შეიძლება მოსვლოთ? ასაკი 8-9. ინვენტარიც სჭირდებათ თან თავისი უნდა კონდეს. ინვენტარი არა, ინვენტარს ჩვენ არ ყვა. არა, ინვენტარს ყველაფერს ჩვენ უზრუნველყოფთ, ასევე ავად თუ კარგად ვახსენე უკვე ძალიან ძვირია და ან ჩვენ არ ვავალდებულებთ ბავშვს გარდა იმისა, თავად მოვიდეს, რომ რამის შეძენა ბავშვებს მათშობლებს არ უხდებათ. სამწუხაროდ ვებგვერდი არ გვაქვს, ასე პირადი კონტაქტებით ხდება. ძალიან ისეთი თემი არის შექმნილი ბეისბოლის უკვე ვეტერანების მოქმედი ყოფილი, ასე რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი ბეისბოლი ითამაშოს, ჩვენ აუცილებლად მოგვაგნებს. ანუ ეს თუმცა ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ასე ვთქვათ ეს PR ელემენტი უფრო და დიდი მადლობა თქვენ რომ Facebook გვერდი და ხვალე შეგეძლება კი Facebook გვერდი სხვა შორის გვაქვს. მაშინ ეგ უკვე კონტაქტია ჩვენთვის. ჰოკეიზე როგორ ავა? ჩვენ სამწუხაროდ მე თითქმის ყოველ კვირა თუ არა ყოველ დღე ვიღებ ზარებს მსურველებისას, თქო ძირითადად ესენი არიან თბილისლები და სამწუხაროდ თბილისში ამ ეტაპზე არ გვაქვს წვდომა თბილისში არსებულ ერთადერთ არასტანდარტული ზომის ყინულის მოედანთან, თუმცა ვცდილობთ რომ სექტემბრიდან შეგვიშვან, იქნებ მერია დაგვეხმაროს და ასე ვთქვათ, მოგცენ საშუალება რომ ერთის მხრივ ნაკრების წევრებმა, რომლებიც ასე ვთქვათ, ნაკრების შემადგენლობა ნახევარი თბილისლები არიან, მეორე ნახევარი ბაკურიანლები, იქნებ ასე ვთქვათ, მოგვეცეს საშუალება ვარჯიშის და ასევე ახალი თაობის გაზრდის, იმიტომ რომ არ გვინდა რომ დიდი წვეთა გქონდეს თაობებს შორის. სამაგიეროდ ქუთაისლები შემიძლია გავახარო. ქუთაისში გვაქვს ჯგუფები, ახლახანს ბათუმშიც გაიხსნა.
ბაკურიანში მუდმივ მოქმედია, მხოლოდ ზამთრის პერიოდში ოღონდ, ბაკურიაში ტრადიციულად არის ჰოკეის ჯგუფი და სავარაუდოდ ზუგდიდშიც შესაძლებელია რაღაც გავახერხოთ, იმიტომ რომ ახლახანს გაიხსნა იქაც ყინულის მოედანი, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, რამდენად შეესაბამება ჰოკეის სტანდარტებს, იმიტომ რაღაც ასაგებია. ფრიზბიზე საკონტაქტო ინფორმაცია და უნდა გადავიდეთ მოამბეცი. ანუ ჩვენ საიტის გარდა თითქმის ყველა რაიონში თბილისის გვაქვს გუნდები, ყავს გუნდები, სამგორის რაიონში, ცისანში, საბურთალოზეც, მუხიანში, თემქაზე, დიდუბეში, სკოლების ბაზაზე არის სკოლების ბავშვები, ცენტრალური კლუბი გვაქვს ვარკეთილში და იქ უფრო მოზარდები თამაშობენ, დიდები უფრო სწორად, სტუდენტები გამოდიან და კეთილი. ბატონებო, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და მართლაც ინფორმატიული, იმიტომ რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, ჰოკეიზებს ვიცოდი რომ გავიგეთ სიახლეები, მაგრამ ის რომ მაგალითად ფრიზბის ფედერაციაც კი გქონდა, ეს არ ვიცოდი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ წარმატებებს თვითონ იხილავთ. უღრმესი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ რევა შალვაძე, ალექსანდრე ვაშაკიძე და ალექსი ედიშარაშვილი. უღრმესი მადლობა. ჩვენ საუბრობდით იშვიათი სპორტის სახეობებზე და